მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს კიდევ ერთი წირვისათვის. დღევანდელ დღეს თქვენ იცით, რომ არის მიცვალებულთა ხსენების დღე, ხორციელის შაბათი. ჩვენ დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ მაცხოვრის სიტყვები, რომელიც თითოეულ ადამიანს ეუბნება, რომ ნუ დამძიმდებიან გულნი თქვენი შვებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისათა. შეიგია ნუ დამძიმდებაო თქვენი გული იმითი, რომ მხოლოდ სიამოვნებაზე და შვება განცხრომაზე იფიქროთ. ნუ დამძიმდება თქვენი გული მთვრალობით და ამ წუთი სოფლის საზრუნავებით. იმიტომ რომ ამ სამივე შეუძლია, რომ ადამიანის სული მიაძინოს და მოუმზადებელი შეხვდეს ღვთის წინაშე წარდგომას. აი ამიტომაც ჩვენ თუ დავაკვირდებით, ესე იგი, ეხლა დიდი მარხვა რომ მოდის, დიდი მარხვა ერთგვარი ძალიან შვიდი ნავთსაყუდელი არის ხოლმე ადამიანის სულისთვის. კი, რა თქმა უნდა, მარხვაშიც არის განსაცდელები, მაგრამ აი ამ მხრივ, რაზედაც ახლა მაცხოვარი საუბრობს, რომ ნუ დამძიმდება თქვენი გული შვებით, მთვრალობით და ამ წუთი სოფლის საზრუნავებით. აი ამ მხრივ მართლა ძალიან შვიდი ნავთსაყუდელია ხოლმე მარხვა, რომ აქ უფრო მრავლდება ლოცვა, მრავლდება ღვთისმსახურებაზე დასწრება, მუხლმოდრეკა, თუ სახარების საკითხავები, მცირდება ყოველგვარი ის, რამაც შეიძლება ხორცს ასიამოვნოს, ესე იგი და წმინდა იოანე ოქროპირი ძალიან მოკლედ, მაგრამ ძალიან, ესე იგი, სიღრმისეულად აღნიშნავს მარხვის მნიშვნელობას, რომელიც ამბობს, რომ მარხვა არისო სულის ზეიმი ხორცსეო. სული ხარობს, სული ზეიმობს. ადამიანის შემთხვევაში, ვიდრე იგი ცოდვით დაეცემოდა, რასაც ხარობდა სული, ხორციც იმას ხარობდა. მაგრამ ცოდვით დაცემის შემდგომ ჩვენი სული და ხორცი ერთნაირი მისწრაფების აღარ არის. ხორცს სხვა რაღაცა სიამოვნეს, მაგრამ ეს რაღაც სულს ამძიმებს ხშირ შემთხვევაში, თუმცა არის ისეთი სიამოვნება ხორციელი მათ შორის, რომელიც სულს შეიძლება არ აზიანებდეს. ეხლა ის სიტყვაზე ვამბობ, შვილთან ერთად თუ მეუღლესთან თუ საყვარელ ადამიანთან ერთად სადმე რომ გაისეირნო ბუნებაში, კარგამიტში, სიამოვნებს ხორციელათაც და შენი სულიც არ მძიმდება ამით, პირიქით, სულითაც ხარობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ისეთი სიამოვნებები, რომელთაც ხორცი ხარობს წამიერად, მაგრამ სული მძიმდება უკვე დიდი ხნით, ესე იგი და ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ სულის ზეიმი არის, პირველ რიგში მარხვა არის სულის ზეიმი და ჩვენ თუ დავაკვირდებით ზოგჯერ რაღაცნაირად აი გვეშინია, რომ მარხვა მოდის, ახლა დიდი მარხვა მოდის და როდის გადაივლის ეს მარხვა და პირიქით უნდა ვიყოთ, უნდა გვიხაროდეს, რომ მარხვა მოდის. იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით, ჩვენი ცხოვრება ხშირ შემთხვევაში შედგება იმისგან, რომ ჩვენ ვემსახურებით არა ღმერთს და ღვთის მცნებას აღვასრულებთ, არამედ ჩვენს ვნებებს ვემსახურებით, ესე იგი, როგორ დავაკმაყოფილოთ ჩვენი ვნებები, ჩვენი ცოდვიანი მიდრეკილებები, როგორ დავაკმაყოფილოთ. იქნება ეს აპარტავნება, იქნება ეს ნაყროვანება, იქნება ეს სიამეთ მოყარეობა თუ ძილის მოყარეობა თუ კიდე სხვა წმინდური რაღაცა. ძირითადად გამოდის, რომ ჩვენ აი ამას ვემსახურებთ ხორციელი შრომაც თითქოს აი ამისკენ არის მიმართული, რომ ეს მერე ხორცის საჭიროებები კი არა მხოლოდ, არამედ ხორცის ასე იგი ნებები და მიდრეკილებები დავაკმაყოფილოთ და აი ამ საზრუნავსა მოციქული გვეუბნება, გულის თქმათ ნუ გაიხდით. კი, ადამიანი ხარ, უნდა საკვები გქონდეს, მაგრამ ჭამა არ უნდა იყოს იქ თავარი. როგორც ჯერ კიდევ ვარაუდები ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ ჩვენ იმისთვის კი არ ვცოცხლობთ, რომ ჭამოთ, არამედ იმისთვის ჭამთ, რომ ვიცოცხლოთ.
და აი ეს არის რომ სწორად დააყენებს ადამიანის საკითხი. იმდენს თუ მიიღებს საკვებს, რამდენიც ხორცის სიმართლისთვის სჭირდება. ეს კარგია და ხორცის სიმართლეც სჭირდება იმისათვის, რომ ადამიანის სული მოემზადოს. და იმ ხორცის სიმართლეზეც ამბობს უფალი, რომ თქვენი სხეულიო სული წმინდის ტაძარია. იმასაც უნდა გაუფრთხილდე ადამიანი და მით უმეტეს უნდა გაუფრთხილდე იმიტომაც, რომ თუ არ გაუფრთხილდები და გარდაცვალება მოგიწევს, ადამიანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რომ ვარ მემზად, რომ ღვთის წინაშე წავდგე? ანუ ჩემი სული არის მზად, რომ ღვთის წინაშე წარდგეს? და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი არ ვართ ამისთვის მზად. ის კი არა, წმინდა მამები მთელი ცხოვრება რომ მოღვაწეობდნენ, აი ცნობილია ერთ-ერთი წმინდა მამის, არაერთის, მაგრამ ერთ-ერთი ესეთი დიალოგი გამახსენდა ეხლა, რომ გარდაცვალების წინ შიშობს ეს წმინდა მამა და ეკითხებიან, რომ მამო, შენ რომელიც მთელი ცხოვრება ღმერთს ემსახურები და სიკეთეს აღასრულებო, შენც გეშინიაო სიკვდილისო? და წმინდა იოანე სინელი სხვათა შორის ამბობს, რომ შიში ეს არის ჩვენი დაცემული ბუნების გამო, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ და გვეშინია. აი მაცხოვარზეც ამბობს, გეციმანის ბაღში გახსოვთ, რომ ლოცულობდა შეპყრობის წინ, მას შეეშინდაო. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, მაგრამ არ შეძრწუნებულაო. და ამითიო ორივე ბუნების თვისება წარმოაჩინა. შიში არის ადამიანური ფაქტორი, მაგრამ არ შეძრწუნებულა ეს მოუნანიებელი ცოდვების ბრალიაო, რომ შეძრწუნდება და მას ცოდვა არ ქონია. და რომ გვეშინია, ესე იგი ესეც ბუნებრივია. და ადამიანს თუ ეშინია, ესე იგი ღვთის წინაშე უნდა წარდგეს. წარმოიდგინეთ, ამ წმინდა მამასაც ეშინოდა და ამბობდა, რომ კი მე როგორც მესმოდა, როგორც შემეძლო, ვცდილობდი, რომ აღმესრულებინა ღვთისმცნება. მაგრამ რა ვიცი, სათნო აკი ღვთის წინაშეო ის, რაც მე აღვასრულებო. აი ეს კითხვის ნიშანი, რაც ამ შემთხვევაში დასვა ამ კაცმა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შენ აკეთო ის, რაც გევალება ღვთის წინაშე, მაგრამ ბოლომდე დაიმედებული არ იყო, რაც გავაკეთე, აი ეს ყველაფერი უკვე ღმერთმა ჩათვალა, რომ კარგია. გახსოვთ სახარებისეული ჭაბუკი რო ეკითხება მაცხოვარს, ეს მცნებებიო, მე სიჭაბუკიდან დავიცავიო და რაღა მაკლიაო, რა გავაკეთო, რომ ცხონდა. და თითოეული მორწმუნეც აი ამ განწყობით უნდა იყოს, რომ ჩვენ კი როგორც გვესმის, როგორც შეგვიძლია რაღაცას ვცდილობთ, რომ ქრისტიანულად ვიცხოვროთ, მაგრამ საკმარისია კი ეს ყველაფერი, რომ ადამიანის სული გადარჩეს. არასოდეს არ უნდა თქვას ადამიანმა, რომ ეს საკმარისია. ამის თქმა ნიშნავს, რომ ადამიანი უკან წავა. სულიერადაც და ხორციელადაც, რაშიც ამას იტყვის, ჩათვლის, რომ ეს უკვე საკმარისია. ამიტომაც აი ეს კითხვის ნიშანი არის თამდაბლობა, რომ მე კი ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ სწორია, მაგრამ ვინ იცის ღმერთი ამ ყველაფერს როგორ უყურებს და აი აქ თამდაბლობა ნარჩუნდება ადამიანისა და დაიმედებული არა საკუთარ თავზე, მის ნაშრომზე თუ ნაღვაწზე, არამედ ღვთის მოწყალების იმედი აქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღმერთმა ჩვენც მოგვანიჭოს იმედით და ღვთის მოწყალებას და ჩვენს გარდაცვლილებსაც ვიზედაც ჩვენ ვილოცეთ და ვით ჩვენ მოვიხსენებთ და ღმერთმა შეიწიროს მათი სინანულიც, მათი გაკეთებული სიკეთეც და ღმერთმა აცხოვნოს მათი სულები და ნუგეში ჰქონდეთ მათ სულებს და მარადიული სიკეთე და სიხარული და მარადიული ღვთის დიდება ჰქონდეთ. ესე იგი ღმერთმა მშვიდობის დილა გაგვითანოს.